ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. ხაჯიმბას განცხადება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა დღეს დააკმაყოფილა. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კი ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრ ვალერი ტგამბას დაუჭირა მხარი. ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთ წოდებული უკანონო საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის ლეგიტიმურობასაც ოკუპანტი რუსეთის გარდა არავინ არ აღიარებს, 22 მარტს გაიმართება. ხაჯიმბას გადადგომას წინ უძღოდა ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პირადი ემისრების რაშიდ ნურგალიევისა და ვლადისლავ სურკოვის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ. სურკოვი რაულ ხაჯიმბას არც შეხვდა და მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა. ამის შემდეგ მიიღო რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. ოკუპირებულ აფხაზეთში 4დღიანი პროტესტი კრემლმა ჩვეული მეთოდებით დაასრულა და სიტუაცია ამჯერზე რაულ ხაჯიმბას გაწირვით დაარეგულირა. მარიონეტი ხაჯიმბა ამის შემდეგ სტაბილურობის შენარჩუნებაზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. ოპოზიციამ საგანგებო მიტინგი ჩაატარა და შეკრებილ საზოგადოებას მოკავშირე რუსეთის წვლილზე ესაუბრა, რომლის დახმარებითაც ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერების განცხადებით ამოიწურა არსებული პოლიტიკური კრიზისი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადამდგარი რაულ ხაჯიმბა ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი კრემლის მიერ მოწამლული ასლამ ჟანია 22 მარტს დაგეგმილ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე შეფასებები თბილისში დაკეთდა. ყველანაირი დაძაბულობა, რომელიც ამ ტერიტორიაზე იქნება, რასაკვირველია ხელს აძლევს საოკუპაციო რეჟიმს და შესაბამისად რუსეთს. ვინაიდან დაპირისპირების ხარისხი ყოველთვის განაპირობებს დესტრუქციული ძალის მიერ ვითარების გამოყენებას კიდევ უფრო მეტი კონტროლის დასამყარებლად. მოკლედ, ვითარება საკმაოდ რთულია. აფხაზების გარდა ბევრი სხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე და მე ვფიქრობ, აფხაზებს შორის ესეთი სერიოზული გაყოფა და დაპირისპირება რასაკვირველია მოიტანს იმას, რომ რუსეთს მეტი ბერკეტი ექნება ვითარების სამართავად.